სად უნდა იეროს დიზაინერმა და ფოტოშოპის სწავლაში და ილუსტრატორის სწავლაში არ უნდა მოიკლას თავი. დიზაინერობა არ არის იკონკების მოღუნვა და რკალების დახატვა და ცვლების გადაგრეხა ერთმანეთში. საერთოდ არა. და დიზაინერობა არც მხატვრობას არ ნიშნავს. დიზაინერი არის ინჟინერი, რომელიც წყვიტავს პრობლემებს. და აი ესეთ ადგილებში თუ არ არის გამყოფი და ხელოვნებას თუ არ ეზიარება, ნანახი არ აქვს, ცხოვრებაში ადამიანი ვერ დადგება დიზაინერი. უბრალოდ უნდა იაროს აი ესეთ სილამაზეებში და ათვალიერებს. აქ არის საუბარი ტაძრებზე და ასე შემდეგ. ნებისმიერი სახის ხელოვნება უნდა ათვალიეროს. მე ვიცი რომ ეხლა გამოხდებიან და მიშაპული არა გვაქვს რომ ვიაროთ. მუზეუმი ხო გაქვს თბილისში, რამოდენიმე ათეული მუზეუმი. წადი და ათვალიერო. ილუსტრატორს ნუ აკლავ თავს. ილუსტრატორი და ფოტოშოპი არის ინსტრუმენტი, მაგრამ ის რაც შენ გემოვნებას გიყალიბებს და ამ ყველაფერს თავში ესე ჩაგიდებს, არის აი ეს ფერი, შუქი, ხელოვნება, ჩუქურთმა, ორნამენტი, ყველაფერი. იარეთ, ასურათეთ, ათვალიერეთ. ისტორიას უნდა იცნობდეს დიზაინერი, ხელოვნების ისტორიას მით უმეტეს. არაფერი არ გიშვებს. თუ ეს არ გაქვს ნანახი და დათვალიერებული და კიდევ ერთი. არანაირი ფოტო, არანაირი კამერა ამას ვერ გადმოსცემს ისე, როგორც შენ რეალობაში ნახავ და შეეხები, თუნდაც ვერ შეეხვაი შენი საკუთარი თვალი. იმ ენერგიას როცა მიიღებ, აი ეგ არის დათვალიერება და ნახვა. ეხლა მე ამ ჩუქურთმებს რო უყურებ, უბრალოდ გიждები აი დეტალიზაციაზე, თითოეული რაღაცა პატარა მონაკვეთი რო აქვს გაკეთებული აი ესე დეტალურად, გასაგიჟებელია. ამას შენ სურათში ვერას დროს და ვერანაირად, ვერც ვიდეოში. რაც უნდა კამერა ახლოს მიგიტანონ, რაც უნდა არა, უნდა მოხვიდე და ის ემოცია და ენერგია მიიღო აი ესე შინაგანად. მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ნანახი მაქვს. ეცით, ვისი თქმაც მინდოდა. ეპიზოდი ნომერი 21.